ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს ივერის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია. ამ დღესთან დაკავშირებით საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის შიო სადღესასწაულო წირვას მახათას ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში ღვთელ მსახურებთან ერთად აღავლენს. წირვის დასრულების შემდეგ კი მეუფე შიო მრევლს ქადაგებით მიმართავს. ივერის ღვთისმშობლის ხატის ასლი ყველა მართლმადიდებელ ქვეყანაშია დაცული. ასეთი ასლი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ათონის მთაზე წმინდა ბერებმა საქართველოსთვისაც შექმნეს და ის სიონის საპატრიარქო ტაძარშია დაბრძანებული. ქრისტე აღდგა დღეს ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს სოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს გამორჩეული და პატივდებული ხატის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს. ეს ხატი დავანებული გახლავთ ათონის მთაზე ივერონის უძველეს ქართულ მონასტერში მე-10 საუკუნიდან დღემდე და ეწოდება ივერიისა, ანუ ქართველთა. სწორედ ამ სახელით იცნობს მას სოფლიო მართლმადიდებლობა. მისი ასლები შექმნილი და გავრცელებული არის ყველა ქრისტიანულ ქვეყანაში. სწორედ ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის გახლავთ ეს ტაძარი და მონასტერი. დღეს არის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული, ასევე ჩვენი ტაძრის დღესასწაული. ღვთისმშობელი მოგეხსენებათ საქართველოს შემწე მფარველია. გულოცავ სრულიად საქართველოს, თქვენ გილოცავთ ჩვენი ტაძრის როლს. დღევანდელი დღე, რა თქმა უნდა, ძალიან გამორჩეული დღეა ქართველი ერისათვის, განსაკუთრებულად, იმიტომ რომ ღვთისმშობლის წირხვედრი ქვეყანა არის ეს ქვეყანა და ელოდება ქართველი ერი და ივერიის ღვთისმშობლის ხატის მომბრძანებას ათონის მთიდან. ეს მოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია საერთო სამყაროსათვის. და ამ მიწა-წყალზე რომ ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს მართლა გამორჩეული ქვეყანა და გამორჩეული ხალხია, რომელმაც ბოლო ხანებში დაამტკიცა.